მეგობრებო, მედიტაცია მინდა შემოგთავაზოთ განთავისუფლება ყველა ნეგატიური კარმისგან. ცოტა გრძელია, დროში დიდია, მაგრამ ძალიან კარგი მედიტაცია თუ გააკეთებთ, კარგი იქნება ძალიან. შეიძლება პროცესის დროს ჩაგეძინოთ, გაუწევთ წინააღმდეგობას სხეულს, თუ გეძინებათ, დაიცინეთ. მოკლედ, მოვეწყოთ კომფორტულად, თვალები დავხუჭოთ, მოვდუნდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ რამდენჯერმე. განთავისუფლდებით დაშტამპული ბეჭდებისგან ჩაკრალულ სისტემაში, ჩაკეტილი ჩაკრები, იწვევს დამახინჯებულ წარმოდგენებს და ფიქრებს. ამ მედიტაციის საშუალებით განთავისუფლდებით ილუზიისგან და ცრუ ეგოსგან. შეგიძლიათ ჩემთან ერთად გაიმეოროთ, ან უბრალოდ მოусმინოთ. ამ დღეს და ამ წუთას თავისუფლდები სრულად ჩაკეტილი ბეჭდისგან და ვირჩევ ამაღლების გზას, გაცნობიერების გზას. მე ვთავისუფლდები დესტრუქციული, ბნელი, მძიმე პროგრამებისგან, რომელიც მოქმედებს ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს შინაგან მდგომარეობაზე, ფიზიკურზე, მენტალურზე, ფსიქოლოგიურზე, ჯანმრთელობაზე. ყველა პროგრამები, ბლოკები, ილუზიები, ენერგეტიკული დანამატები და მოწებებული სტრუქტურები მთლიანად გამოდიან ჩემი ენერგოსტრუქტურიდან. მაღალი ნებით და უმაღლესი მეს ნებით, შემქმნელის კანონით, მე ვაძლევ თავს უფლებას, ვიყო თავისუფალი, მოცემული დესტრუქციული ენერგიებისგან. ეს ენერგიები თავისუფლდებიან ჩემი მასწავლებლის როლისგან. ყველა კონტრაქტი, ბნელი, მძიმე, კარმული სტრუქტურები, ისტორიები, ცხოვრების ციკლები, განმეორებადი, ჩემი ჯიშის სისტემაში და ჩემს პირად გზაზე მთლიანად ქრებიან, იხსნებიან, ნულდებიან. მე ვაძლევ ჩემს თავისუფლებას, გადავიდე შემოქმედის მდგომარეობაში, ფიზიკურ დონეზე, მენტალურ დონეზე, სულიერ დონეზე. ყველა ჩემი ენერგეტიკული ცენტრის დონეზე. მე ვაძლევ უფლებას ჩემს სხეულს იყოს ჯანმრთელი, მხიარული, ბედნიერი და სიყვარულით მოცული, დნმ-ის დონეზე, ყოველი უჯრედის დონეზე, ფიზიკური და არაფიზიკური სხეულის დონეზე. შესრულებულია, მართალია, ეს ასეა. მე ვხსნი ჩაკეტილ ბეჭედს პირველი ცენტრიდან. მე ვხსნი ჩაკეტილ ბეჭედს ჩემი მეორე ცენტრიდან. მაღალი ნებით, უმაღლესი მეს ნებით, მე ვათავისუფლებ ჩემს სფეროს შემოქმედებითი რეალიზაციისთვის. მე ვაძლევ თავს უფლებას შეუქმნა, ვაძლევ თავს უფლებას ვიყო თავისუფალი, მიხაროდეს ცხოვრება და მსიამოვნებდეს. მე ვინკურნები და ვთავისუფლდები ყველა პროგრამებისგან, მძიმე დადგენილებებისგან, კონტრაქტებისგან, ბეჭდებისგან, ფიცისგან, შელოცვებისგან, ყველა მაგიისგან, ყველანაირი მაგიისგან, ყველა დონის მაგიისგან, მაღალი ნებით, უმაღლესი მეს ნებით, თავისუფლდები ყველა ნეგატიური პროგრამებისგან, ყველა არსისგან, ყველა მოწებებული სუბიექტისგან, ყველა ქვეცნობიერის პროგრამებისგან, რომელიც მოქმედებს ჩემს პირად ცხოვრებაზე, ჩემს შემოქმედებაზე, ჩემს ბედნიერებაზე და ჩემი ცხოვრებით თკბობაზე. მადლობას ვუხდი ამ ენერგიებს გამოცდილებისთვის და მე ვბრძანებ მათ დატოვონ ჩემი ფიზიკური და ენერგეტიკული სხეული, გაანთავისუფლონ ჩემი ქრონიკები და დნმ. გადავდივართ მესამე ჩაკრაზე, მზის წნულზე. მე გამოვხატავ განზრახვას შემოქმედის თავისუფალი ნების განთავისუფლდე დაბეჭდილი ბეჭდისგან. ჩემი მზის წნულის დონეზე. მე ვთავისუფლდები ყალბი ეგოსგან, ყველგან, სადაც არ ვგრძნობ ერთობას ყველა არსებულთან, ყველგან, სადაც გამოვაცალკევე ჩემი თავი, ყველგან, სადაც ვგრძნობ მარტოობას, სოციალურ არარეალიზებაში, ყველგან, სადაც მე არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი თავი, სად წავიდე, რა ვაკეთო, ყველგან, სადაც არ ვხედავ ნამდვილ გზას, თავისუფლდები ამ ყველაფრისგან, აქ და ახლა, ყველა წერტილში, ყველა სივრცეში,
თავისუფლდები ყველა ნეგატიური პროგრამისგან, ყველა არსისგან, ყველა მოწებებული სუბიექტისგან, რომელიც არსებობს ამ დონეზე, ამა თუ იმ მიზეზით, რომელიც იმონებს ჩემს გამოხატულებას და აბნელებს ჩემს ცნობიერებას, მაღალი ნებით, უმაღლესი მიზნებით, მე ვიყენებ ყველა ძალას და ენერგიას, რომ გამთავისუფლდე ამ ყველაფრისგან და მე ვირჩევ გზას ამაღლებისკენ, სიყვარულისკენ, მე ვაძლევ თავს უფლებას, ვიყო ბედნიერი ყოველ დღე, ყოველ მომენტში, აქ და ახლა, ვიყო რეალიზებული და გამოხატული სოციუმში. ვაძლევ თავს უფლებას, ვიგრძნო ჩემი თავი კარგად, როცა ვარ მარტო, ვიგრძნო თავი კარგად, როცა ვარ სხვა ადამიანებთან, ვაძლევ უფლებას, სიყვარულის წყაროს დაივანოს ჩემში, ყველა მოვლენის დროს, ყოველ დღე, ყოველ წამს, ეს სიმართლეა, ეს ასეა. გადავდივართ გულის დონეზე, გულის ჩაკრაზე. უმაღლესი ნების, უმაღლესი მეზნებით, თავისუფლდები ყველა დაბეჭდილი ბეჭდისგან, გულის დონეზე. მე ვათავისუფლებ ჩემს გულს ღვთაებრივი სიყვარულისთვის და ყველა ტკივილის გამოცდილება, რომელიც იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველა დონეზე, ყველა წერტილში, ყველა სივრცეში, მადლობას ვუხდი ჩემს გულს, ჩემს სულს, ჩემს ცნობიერებას. მე თავისუფლდები ამ გამოცდილებისგან, მე ვბრძანებ ნების წყაროთი, განმეშოროს ყველა ბნელი, დესტრუქციული, ფიზიკური თუ არაფიზიკური მტკივნეული გამოცდილება, წარსულის ყველა გამოცდილება, რაც ამ მომენტამდე იყო ჩემთან. ყველა ნეგატიური ენერგია, ყველა ტკივილი, მთელი ჩემი ჯიშის სისტემაში, ყველა წერტილში, ყველა სივრცეში, მე ვაძლევ უფლებას, ღვთაებრივ სიყვარულს, როგორც ყვავილი გაიბუჩქნოს ჩემს სულში და შეავსოს ამ სულნელით მთელი ჩემი ცხოვრება. მე ვლოცავ ჩემ თავს მაღალი ბედნიერებით, პირად ცხოვრებაში, ურთიერთობაში ყველა ადამიანთან, ბუნებასთან, ღვთაებრივი სიყვარულით საკუთარ თავთან და ღვთაებრივი სიყვარული ხდება წყარო ჩემი ყოველი დღის. მე ვგრძნობ უსაზღრო სიყვარულს, მე შემიძლია მივიღო სიყვარული და ვაჩუქო სიყვარული, დავაგროვო სიყვარული ჩემს გულში და ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის, ყველაფერი, რაც ქვეცნობიერშია, ყველა პროგრამა წარსულის იშლება და იხსნება მთლიანად ყველა დონეზე, ენერგეტიკულ და ფიზიკურ დონეზე, ყველა წერტილში, ყველა სივრცეში და ქრონიკებში, ჩემი სიყვარული, ჩემი გულის ჩაკრა განკურნებულია სრულიად. სიყვარულით და მადლიერებით ვღებულობ ამ დალოცვას შემოქმედისგან. გადავდივართ ყელის ჩაკრაზე, მეხუთე ჩაკრაზე. მე ვთავისუფლდები ჩაკეტილი ბეჭდისგან, ყელის ცენტრის დონეზე. მე ვთხოვ ყოველი ბნელი, მძიმე, დესტრუქციული, მკვრივი, მჭიდრო პროგრამები, დამანგრეველი პროგრამები, რომელიც იყო ჩემი სულის გამოცდილება, ახლა გამოვიდეს ჩემი ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულიდან, შემოქმედის მაღალი ნებით, მე ვბრძანებ დატოვოთ ჩემი ფიზიკური ენერგეტიკული სხეული, ყოველ წერტილში, ყოველ სივრცეში, ყველა დროში, აქ და ახლა, მე ვაძლევ უფლებას თავს, ვიყო გაბედული, გულწრფელი საკუთარ თავთან, მე ვაძლევ უფლებას, ჩემ თავს ვატარო მშვიდობა, ღვთაებრივი სიმართლე, ყოველ მომენტში ცხოვრების, მე ვაძლევ უფლებას, შემოქმედ სისაუბროს ჩემი ბაგეებით, მე ვაძლევ უფლებას, ყოველი სიტყვა გახდეს სამკურნალო ნაკადი, მე ვაძლევ უფლებას, სიმრავლეს, სიუხვეს გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში, მე ვაძლევ უფლებას, ფინანსურ ენერგიას იოლად დიდინოს ჩემს ცხოვრებაში, ისე როგორც იოლად მოდის ამ მედიტაციის სიტყვები, მე ვაძლევ უფლებას, სამყაროს გამოაჩინოს სიუხვე სხვებისთვის, ჩემი სიტყვებიდან, ჩემი ყელის ჩაკრიდან, სრულიად მზად ვარ მივიღო და გავცე სიყვარულის ენერგია და დავაგროვო სინათლე ყველა სიტყვაში, ყველა რეალობაში, აქ და ახლა, ეს სიმართლეა, ეს ასეა. და გადავდივართ მეექვსე ჩაკრაზე, რომელიც არის შუბლზე, წარბებს შორის. მაღალი ნებით, უმაღლესი მეზნებით, მე ვბრძანებ, რომ ჩაკეტილი ბეჭედი გაიხსნას მესამე თვალის ადგილას და სრულად გაანთავისუფლოს ჩემი ღვთაებრივი მეხსიერება და ხედვა, როგორც სინათლის წყარო შემოქმედისთვის, აქ და ახლა, ყველა წერტილში, ყველა სივრცეში, მე ვაძლევ უფლებას თავს, დავინახო ჭეშმარიტება ყველაფერში, ყველა დესტრუქციული, ბნელი, მჭიდრო, მკვრივი ენერგიები, კონტრაქტები, სუბიექტები, ყველაფერი, რაც კეტავს ჩემს ჭეშმარიტ ხედვას, ახლა იშლება და იხსნება მთლიანად
ყოველ ენერგეტიკულ სხეულში, ქვეცნობიერის დონეზე, ფიზიკურ სხეულში, ყველა რეალობაში, ჩემი მაღალი ღვთაებრივი ხედვა თავისუფლდება და იხსნება იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა სურს ჩემს სულს, ყველაზე ღვთაებრივი ფორმით ჩემთვის. მე ვაძლევ უფლებას თავს ვიგრძნო და ვიცხოვრო ნამდვილი ნებით შემოქმედის, ჩემი გამოცდილებით და ჩემი ხედვით, რომელიც არის ნაწილი ღვთაებრივი ჩანაფიქრის. მე ვინკურნები ყველა შიშისგან, გაუგებრობისგან, შფოთვისგან, მღელვარებისგან, ზედმეტი ფიქრებისგან და სხვადასხვა ფიქრის პროცესებისგან, რომლებიც დესტრუქციულად მოქმედებს ჩემზე. მე ვთავისუფლდები ყველა მძიმე ენერგიისგან ამ დონეზე შემოქმედის მაღალი ნებით. ეს გაკეთებულია, ეს სიმართლეა, ეს ასეა. გადავდივართ მეშვიდე ჩაკრაზე. უმაღლესი ნებით, ჩემი უმაღლესი მესნებით, მე ვთავისუფლდები დაბეჭდილი ბეჭდისგან, ჩემი მეშვიდე ჩაკრის დონეზე. მე ვათავისუფლებ ყველა ღვთაებრივ საჩუქარს და კავშირს ნათელ წყაროსთან. მე ვიცი, რომ მე ვარ მთლიანი და ის პროცესები, რაც ახლა ხდება ჩემში, ხდება ერთდროულად ყველა ადამიანში, პლანეტა დედამიწაზე, იმ დონეზე, რა დონეზეც ის მზად არის ამისთვის. ეს არის ერთიანი გეგმა, რომელიც ხდება აქ და ახლა, ყოველ წერტილში, ყოველ სივრცეში, ერთდროულად ყველა რეალობაში, ხდება ამაღლება და მაღალის ნებით, მაღალი კარმული კანონით. რანაირი განვითარებაც არ უნდა იყოს არჩეული ყველა განვითარებაში, რაც ეკუთვნის ამ პლანეტას, ხდება ამაღლება და ახლა საერთო კოლექტიური აზროვნება დედამიწელების, ისე როგორც ერთი ირჩევს ამაღლებას ყველა რეალობაში, როცა ბნელის და ნათელის შეერთება ხდება, მათი ნება ერთდება და ბნელის სურვილია ის, რა სურვილიც აქვს ნათელს, განთავისუფლდება დესტრუქციული, მძიმე, მკვრივი, მჭიდრო პროგრამებისგან, რომელიც გროვდება მომენტში. ისინი თავისუფლებიან მტარებლისგან და გავრცელებისგან, შავი კოდისგან, ამის რომ თავდება და თავისუფალი ვართ ამ როლისგან. შემიძლია წავიდე ამაღლებაში და ახლა ყველა პირველი სტრუქტურები დაკავშირებული შემოქმედან მტარებელნი ბნელი როლის 1000-ეული წლების მანძილზე ერთდროულად თავისუფლებიან ამ როლისგან. მაღალის ნებით, ჩემი უმაღლესი მესნებით, იხსნება დაბეჭდილი ბეჭედი მეშვიდე ცენტრის და ყოველი ღვთიური სტრუქტურა, დაცემული ანგელოზი, ხორცშესხმული დედამიწაზე, გზნობს ძლიერ დინებას სინათლის თავის გვირგვინზე. ეს სიყვარულის სინათლე ტრანსფორმაციას აკეთებს ქვეცნობიერის დონეზე და კაცობრიობას ერთიანი განზრახვით თავისუფლდება და მე ვთავისუფლდები ყველა დესტრუქციული, მკვრივი, მჭიდრო, ბნელი პროგრამებისგან მეშვიდე ცენტრის დონეზე. ყველა ღებულობს შეერთებას წყაროსთან, სიყვარულით. სიმართლე ჩვენშია, სიყვარული ჩვენშია და ეს ასეა. ნელ-ნელა ვბრუნდებით რეალობაში, აქ და ახლა და ყველა რეალობაში ვახელთ თვალს. შეგიძლიათ გააზიაროთ შეგრძნებები და ყოველთვის შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს მედიტაცია.